ლათინო-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხმა, მარიო ვარგას ლიოსა 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. წერალმა, რომლის შემოქმედებამაც ლათინური ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინა, სიცოცხლის ბოლო დღეები მშობლიურ ლიმაში გაატარა. კარიერამ, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი გასტანა, მარიო ვარგას ლიოსას შესაძლებლობა მისცა ძალაუფლებისა და კორუფციის მექანიზმები თავის რომანებში აესახა. მისი ყველაზე გამორჩეული რომანები გმირის დრო, საუბარი კათედრალში, ვაცის ნადიმი და სხვები ამ თემების ირგვლივ იშლება. ის თავისი შემოქმედების მსგავსად მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთ დროს პერუს პრეზიდენტობისთვისაც კი იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. ასევე ხანგრძლივი დაპირისპირება ჰქონდა მწერალ გაბრიელ გარსია მარკესთან. 2010 წელს კი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი. ასე უწოდებდნენ მარიო ვარგას ლიოსას. ის ლათინო-ამერიკული ლიტერატურის ეგრეთ წოდებული ბუმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახდა და ისეთ მწერლებთან ერთად მოიაზრებოდა, როგორებიც იყვნენ ხულიო კორტასარი, კარლოს ფუენტესი და გაბრიელ გარსია მარკესი. 1987 წელს მარიო ვარგას ლიოსამ 100,000 კაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო ლიმაში და პერუს საფინანსო სისტემის ნაციონალიზაციის გეგმას დაუპირისპირდა. ეს ნაბიჯი მის პოლიტიკურ აქტივობას დაედო საფუძვლად. 3 წლის შემდეგ 1990 წელს მან პერუს პრეზიდენტობისთვის იყარა კენჭი, თუმცა მუქარებისა და ზეწოლის ფონზე არჩევნებში ალბერტო ფუხიმორთან დამარცხდა და ქვეყანა მალევე დატოვა. 1993 წელს კი ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო. ლიოსა ამბობდა, რომ მას თავგადასავლებით სავსე ცხოვრება სურდა, თუმცა მისი ყველაზე დიდი თავგადასავალი სწორედ მწერლობა იყო. მისი 50-მდე ნამუშევარი ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად. ლიოსას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მისმა შვილმა, ალვარო ვარგას ლიოსამ სოციალურ მედიის საშუალებით მიაწოდა. მისი თქმით, მარიო ვარგას ლიოსა სიმშვიდესა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. როგორც ალვარო ვარგას ლიოსა ამბობს, მამამისის დაკარგვა სევდას მოგრის როგორც ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე მრავალმრიცხავ მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ მათ ნუგეშ მისცემს მწერლის მდიდარი შემოქმედება, რომელიც გაცილებით დიდხანს იცოცხლებს ვიდრე მისი ავტორი. 2023 წელს მარიო ვარგას ლიოსამ განაცხადა, რომ ახალ რომანზე სამუშაოდ სიცოცხლის დარჩენილი დღეები აღარ ეყოფოდა, რადგან თითო რომანისთვის 3-4 წელი სჭირდებოდა. თუმცა არასოდეს შევწყოთ წერას და იმედი მაქვს, რომ მეყოფა ძალა ასე გავაგრძელო ბოლო დღეებამდე.